პორტუგალიის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ნაკლებად დამახასიათებელი დაძაბული საპრეზიდენტო რბოლის პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლა მეორედაც მოუწევთ. ქვეყნის პრეზიდენტობისთვის მებრძოლი ისტორიული რაოდენობის 11 კანდიდატიდან აუცილებელი 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერც ერთმა ვერ შეძლო. წინასწარი მონაცემებით ხმათა 30%-ზე მეტი სოციალისტების მიერ მხარდაჭერილმა მემარცხენე ცენტრისტმა ანტონიო ჟოზე სეგურომ მიიღო, რაც სოციალისტთა კანდიდატებს შორის 2001 წლის შემდეგ არჩევნებზე მიღებული საუკეთესო შედეგი იყო. მას მოუძდევს ულტრამემარჯვენე პარტიის ჩეგას ლიდერი ანდრე ვენტურა, რომელიც კენჭისყრის დღემდე ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა. ბოლო თვეების განმავლობაში მისი პოლიტიკური აქტიურობისა და ევროპის სახელმწიფოების მართვის სადავეებთან მემარჯვენე ძალების სულ უფრო მეტად გახშირებული მოსვლის ფონზე. შესაბამისად, 8 თებერვალს პორტუგალიელ ამომრჩევლს პოლიტიკურად ამ ორი განსხვავებული იდეოლოგიის მქონე კანდიდატს შორის მოუწევს არჩევნის გაკეთება, რომელსაც ერთი მათგანი ექსტრემიზმზე გამარჯვების მოპოვებისკენ მოუწოდებს, მეორე კი დემოკრატიისა და თავისუფლების გადარჩენისკენ. Somos só povo. ჩვენ ერთი ხალხი ვართ, თუმცა მრავალეროვნული პორტუგალია, რომელიც პატივსცემს თითოეული ადამიანის თავისუფლებას და გაერთიანებულია საერთო ფასეულობებით. პატივისცემას უდასტურებ ყველა კანდიდატს, ვინც ვერ შეძლო მეორე ტურში გადასვლა. წაგებულები არ ყავს, რადგან ჩვენ ყველანი ვართ დემოკრატები. ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ, მე ვარ თავისუფალი, ვცხოვრობ შეზღუდვების გარეშე და ასეც ვაპირებ მომავალში, რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში. დღეს ჩვენი გამარჯვებით გაიმარჯვა დემოკრატიამ და იმავეს ვიზამთ 8 თებერვალს. ვიწევ ყველა დემოკრატს, პროგრესულად და ჰუმანურად განწყობილ ადამიანს, შემოგვიერთდეს, რათა გაერთიანებული ძალებით დავამარცხოთ ექსტრემიზმი და ისინი, ვინც თეს სიზულვის და შულს პორტუგალიელ ხალხს შორის. ეს არ არის პარტიული კამპანია. ეს არის ყველა დემოკრატის კავშირი, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ დროს უნდა გაერთიანდეს იმის შესანარჩუნებლად, რაც ჩვენთვის ფუნდამენტურია. თქვენ წინაშე ფიცს ვდებ, რომ ვიქნები თითოეული პორტუგალიელის პრეზიდენტი. მე ვიქნები რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთგული პრეზიდენტი. Somos todos Portugal. ამომრჩევლებს ჯეროდათ, რომ არსებობს ერთადერთი ალტერნატივა იმ სოციალიზმისა, რომელიც ჩვენ გვანადგურებს. მას ჯეროდათ, რომ მიუხედავად ჩვენ წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისა, ეს ალტერნატივა ვიყავით ჩვენ. მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, მემარჯვენე ძალები არასდროს ვიყავით ისე დაყოფილები, როგორც ახლა. თუმცა, პორტუგალიელებმა მაინც გვანდეს ლიდერობა. სურს ქვეყნის მოსახლეობას შემდეგი გზავნილით მივმართო. ნუ გეშინიათ ცვლილებების. რამდენიმე თვის წინ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანამ პოლიტიკური კრიზისი გადაიტანა. მას შემდეგ ჩვენ გვაქვს პროგრესი. იმის მიუხედავად, რომ ყველაფერს ვერ მივაღწიეთ, მიგრაციის, გადასახადებისა და მოქალაქეების საკითხებზე წინსვლა გვაქვს. ახლა მინდა გთხოვოთ, მე მომენდოთ პორტუგალიაში შესაძლებელი უსაფრთხო ცვლილებებისთვის და არა ანტონიუ ჟოსე სეგურუს. მომენდოთ ცვლილებებში, რომლებიც არ იქნება სოციალისტური და ნამდვილად განსხვავდება ყველაფრისგან, რაც მანამდე ყოფილა. მივმართავ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც არ სურს წარსულში დაბრუნება. გაუმარჯოს პორტუგალიას. გმადლობთ ნდობისთვის. ბოლომდე ვიბრძოლოთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. უკვე ცნობილია, რომ მეორე ტურში გადასული კანდიდატებიდან არც ერთის მხარდაჭერას არ აპირებს ლუის მარკეს მენდესში, რომელმაც სოციალ-დემოკრატებისთვის ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და არჩევნებში დამარცხების შემდეგ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. პორტუგალიელთა უმრავლესობა კი საფუძვლიან ცვლილებებს ელის. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის ნება პოლიტიკურ პროცესებში აისახოს და ქვეყანამ თავი დააღწიოს არსებულ ტურბულენტურ მდგომარეობას. ვფიქრობ, ეს დემოკრატიის საკითხია. თითოეულმა ჩვენგანმა გამოხატა საკუთარი პოზიცია. მისცა ხმა. ახლა კი მეორე ტური იქნება გადამწყვეტი დემოკრატიული გზის შესანარჩუნებლად. ვფიქრობ, ეს სწორი გზა არის. ვფიქრობ, შედეგები მნიშვნელოვანი იყო იმ გაგებით, რომ ექსტრემიზმმა და ქვეყანაში ექსტრემისტულმა იდეამ ვერ გაიმარჯვა. მეორე ტურისგან ველი, რომ მომავალი პრეზიდენტი მეტად ზომიერი იქნება. ეს იყო ხალხის ნება, რომელიც ჩემი აზრით გონევრული აღმოჩნდა. ვფიქრობ, მეორე ტურში მოქალაქეებს მეტი შანსი ექნებათ განსაზღვრონ რა სურთ. იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის ინსტიტუტს მნიშვნელოვნად შეუკვეცეს უფლებამოსილებები და ის უმეტესწილად ფორმალური ხასიათის გახდა, სახელმწიფოს წინაშე მდგარი გამოწვევების დროს სწორედ ამ ინსტიტუტის ხელში ჩნდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტი.
პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი, ვეტო დაადოს სადავოს საკანონმდებლო ცვლილებებს, დაშალოს მთავრობის შემადგენლობა და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რაც პორტუგალიის ჯერ კიდევ მოქმედმა კონსერვატორმა პრეზიდენტმა მარსელუ რებელუ დი სოზამ 2021 წლიდან მოყოლებული სამჯერ 2-წლიანი შუალედით გააკეთა. მიმდინარე საპრეზიდენტო რბოლაში მას მონაწილეობა არ მიუღია, რადგან თანამდებობას 2 ვადით 2016 წლიდან იკავებს, თუმცა კენჭისყრაში მონაწილე დარჩენილი 2 კანდიდატის განცხადებების მიუხედავად, მის მემკვიდრეს ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა და კონკრეტულ დათმობებზე წასვლა მოუწევს. პორტუგალიაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოსახლეობისთვის უმტკივნეულოდ განმოხტვის მიზნით.